გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით და ამდენი ხნის მერე როგორც იქნა გიბრუნდებით კვლავ აგზელებთ ხელწალს. მოკლედ ბოდიშს გიხდით ამ ხელა პაუზის აღებისთვის უბრალოდ რავი აი არც ნერვები მქონდა და არც ხალისი მქონდა იმისთვის რომ მოკლედ ეს ყველაფერი ჩამეწერა. ნუ ეხლა ვეცდები ბევრი ეპიზოდები მოგაყაროთ და მალე ჩავკლათ ეს და კეთილებ. ეგ არის. მეცა მოვიტანო საფუფლეს მაინც ინტროა რომელი ხარ? ბიზინა ვარ თაბაგა. ვა. ბიზინა. აი, ობიჯო ლეკიანობა. ამაში გაშინე. ტოპი. ეს რა უბედურებაა? უკვე 3 საათი ამ ბატონის იდიოტურ შეკითხვებს ვისმენ. თქვენ არა გაქვთ. Алло. ესეც ის არის, ინტრო არის ეს ხო ნახევ. ოლუმზეს მზია. ეს ნახე, ხა რო გადაიხედავს და იქ ტიპი იდგმება. ტიპი იდგმება. გისმენთ. ხო გვერდელტები დღეს. მონაფრის საათი. მერე ისე შემეშინდა რომ კარებს მივარდი და შევამოწმე. კარგად იყო ჩაკეტილი თუ არა? მერე როცა ფანჯრიდან გადავიხედე აღარ იყო. ხო, ვიღაც გიაშიყება ან გაშაგერებს. არიცი ამ ბიჭების ამბავი. ნამდვილი დეგენერატები არიან. ამდეხნიან შაყირი სად გაგონილა? მოაქცევ ყურადღებას. ვიღაც დებილია ალბათ. წავედით აქ. სახლა მე მიგაცილე. რასუყურე? არა. კიდე ამაღამ შენთან დავრჩები. არა. სახში აღარ მეშინია. კაი მაშინ. აქ დაგელოდები სანამ ლიფტში შეხვალ. დიდი მადლობა თალიკო დეიდა. არაფერს გენაცვალე. ნახვამდის. ნახვამდის შვილი. მე სებრუში მეშინდა უთისკო. ლექსო სადღაც გა. აყლეობა. შემოსაყორო.
Copyright. Ani podrás lecțiile ara gaus. Mada batten. Ebru bolşeyli. Kaçta argama gono. Sadece. Sada kursmayız kada. გამარჯობათ. გაგიმარჯოს ლექსა. როგორ ხარ? გამარჯობათ. Kagimazos. Katarainteruli, ხო? სიამოვნებით. ხანდა გამართა? არაფერი. არაფერი, ერთი გულის უძინარს გიხო. მართლა? მეცადინეობ. აი, მოსაუბრე. გეტყობა ამის თავი არა გაქვს, მაგრამ ჩვენება უნდა დაგაწერო. რა ჩვენება? ამდენ იცი რა? მე დავწერე. შენ გადახედე და მე ხედი მოაწერე, კარგი? კარგი. ეს კაცი დაიჭირეთ? ვინ კაცი? აი, შავ სიგარეტებს რო ეწეოდა. ხო, დავიჭირეთ და ეხლა შენი ჩვენებაა საჭირო ჩემო ანიკო. კი ბატონო. ოღონდ ექსა გიხვეწები ანიკოს ნუ ვარ დამეძახებ რა. რა თქოს? ბებია ჩემს ეძახდნენ და რაღაც თავი ბებერი მგონი. რა დაგიზახე? ანა. ანა. გასაგები. ანა, გინდა კინოში წავიდეს? ბინდა. ლექს სარელოდებდა. მაშინ მე დავწერე და შენ ხელი მოაწერე. კარგი. ნატია. რა მოხდა? ეს ტესლიკაცია. საფინანსო პოლიცია იყო. საბუღალტრო ყველა მონაცემი წაიღეს. ნანოს კომპიუტერის პროცესორით. იმკრებოდნენ. კარგი დაწვავდი. მაგრამ დაცვა რას მიკეთებდა? დაცვას რა შეეძლო? როგორ თუ რა არ შემოუშვედი და ეგ იყო. ოფიციალური ორდერი ჰქონდა. ბუღალტერი სად არის? ნანა ცუდად გახდა. ცნება მოუწია და სახლში მანქანით გაუშვით. საამბროდან ხალხი გაყარეს, საწვევები დალუქეს. მოკლედ ამათ ამხედობა საზღვარი აღარ აქვს. რას მირჩევთ ბატონო რამას? როგორ მოვიქცე? აღარც კი ვიცი რა გითხრათ. მე მგონი ზემოთ უნდა მოძებნოთ ვინმე. ყველას კარგად ახსოვს, რამდენიმე თვის წინ სანატორიუმ წიწვნარში მომხდარი საშინელი ტრაგედია. გადამული წვევების შედეგად იქ მეწყერი ჩამოწვა და დაინგრა სანატორიუმის სრულად ახალი კორპუსი, რამაც 2 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 8 კი სამუდამოდ დასახით ჩრდა. პატარები იქ სოციალურყოფის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ისვენებდნენ. ურემე რომ გადაბრუნდა გზა მერე აღარ გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ნაგებობა მეწყრულ ზონაში აუშენებიათ. არადა თურმე არსებობდა ცნობილი მეცნიერის, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, კაც გარდაცვლილი პროფესორის ალექსანდრე ამოევის დასკვნა იმის შესახებ, რომ იმ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა რაიმე საშენება. თავი ის გარემოებაა, რომ ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ამოევის დასკვნის ძებნა, მაგრამ არა თუ მას საპარლამენტო კომისიის ოქმებსა და ანგარიშებსაც კი ვერსად მიემულიეს. ბოლოს და ბოლოს ბატონმა ზალ თუშიშვილმა, როგორც იქნა, მოიპოვა დასკვნის დედანი, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რა. იმავე საღამოს მისი ბინა გატეხეს და ქაღალდები მოიპარეს. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საგამოძიებო ორგანოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ ოგერ ხომშვიდობა. ისეთი ხმა გქონდა ტელეფონში მაშინ მიახით გამოვარ. აღარ მკითხა. ყველაფერს კი ამბობ. ვა.
ეს ლუდია? თუ შეიძლება გამაგებინე. ვინ არის ეს ტრისტან ჩიფჩიური და ლუდის ბიზნესთან რა საერთოებს? და საერთოდ ამიხსენი გამაგებინე, რა ხდება? ვინ არის, ვინ ვის ლობირებს? თუ ბიზნეს ინტერესები აქვს, მაშინ პარლამენტში რა უნდა? და თუ პარლამენტის წევრია, მაშინ გამაგებინე, სხვის ბიზნესთან რა ხელი აქვს, კაცო? მომგერ გენაცვალე, დამშვიდით და ისე მომიყევი ყველა. რა დამამშვიდებს გამაგიჟეს, კაცო? მოცვიდნენ. საწყობები დამილუქეს. საანქრო დამიკეთეს. ბუღალტერს, კომპიუტერის პროცესორიც კი წაართვეს. იხარშება ეს, დათმინდა, რა უნდა უკ. ეკი იმის უფლებაც არ აქვს, ვიკითხო რა უნდა რაც მერჩია. ასე არაფერი არ გამოვა. დაწვრილებით მომიყევი თავი და რა იყო და როგორი. რა იყო ბიჭო, რა მოგივიდა შენ? ასე შეშინებული და აღელვებული ბათუმში მოსაკლავად რომ დაგდებდნენ, მაშინ არ მინახი ხარ. მაგაზე მეც ვიფიქრე და იცი რა დასკვამდე მივედი. შიშს კიდევ როგორმე მოერევა კაცი. შეურაცხყოფას ვერა. არქი, მაშინ იქიდან დავიწყოთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს. სად, როდის? ამ რამდენიმე დღის წინ მეწვიეს ტრისტან ჩიფჩიური. ვინმე თავის ზვაკად ზუკასთან ერთად და ულტიმატუმი წამომიგანა. რა ულტიმატუმი, რა მინდა? ბიზნეს თავი დაანებე და პენსიას დაგინიშნა. იმედია 33 ლარზე მეტი შემოგთავაზეს. რა თქმა უნდა მეტი, მაგრამ მაგას ანიშნულობა აქვს. შენ გაყარე ისი? აბა რა მეკნა, გავყარე ხო? ეს ზუკა როგორი ტიპია? ახალგაზრდა, დითვალებიანი, გამოპრანჭული ტიპი რა. ეგ არის? ხო, მაგრამ შენ საიდან იცი? ეგ ზურაბ ანთაძეა. მაგის ფირმა შემოაქვს რუსეთიდან ლუდი. და ეგ ჩიფჩიური თუ ეგ ჩიფჩიური მაგის ბიზნეს ლობირებს. მე იცი რა მაინტერესებს. რა საქმე აქვს პარლამენტარს კერძო ბიზნესთან? ეს ადახარ ჩემო უნგე. შენ ისეთ რამეებს გაიგებ კიდევ რომ თმები ყალხზე დაგიდგებ. საქართველოში პოლიტიკა ყველაზე დიდი ბიზნეს წყაროა. ესე იგი არ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი. კარგი რა. ზენ ულაპარაკობ თითქოს თვარიდან ჩამოხვედი. შენ რა რუსეთში ამაზე ნაკლები ამდენი ხდება? არა, როგორ არ ხდება, კაცო, ხდება. იქ უარესიც ხდება, მაგრამ როცა ასეთ რამეს შენს სამშობლოში გაიგებ, შენს სამშობლოში დაგანახებენ ასეთ უსინდისობას, ეთყობა ძალიან მტკივნეულია. კარგი, რაც არის. შენც მითხარი ამ საქმეს რა ეშველება. ამ საქმეს ბიძინა თაბაგარის გარდა ვერავინ უშველის. მე 100% ვიცი, რომ ბიძინას მაგ ჩიფჩიურზე საკმაოდ ძლიერი კომპრომატები აქვს. მაკო, რა საკეთებ? ხახნი. აბა ეს რა თქმა, ფესვებს დაუზიანებ. რასაკეთებ? ხელები დაიბანი 13 წელი. ისეთი ამბები დაიწყო თქვენი განცხადების შემდეგ. მოკლედ საყოველთაო პანიკა. გამიშვი და გაგიშვებ. ახლა ხომ მაინც მოუწევთ ხარჩილავას დაკითხვა. კაცო, გასაგიჟებელი რა არის იცით? აი ამ ხელა ტრაგედია მოხდა. სანატორიუმი დაინგრა, ამდენი ხალხი დაიღუპა. თითქოს გამოძიებაც დაიწყო. შენებელი დღემდე არ არის დაკითხული. ეს კი ნაღამ გაგიჟდა, ეგ რომ გაიგო, ხო იცით? არა, მე ეგეთი რაღაცები დიდი ხანი აღარ მიყავს. ისეთი რამეები მაქვს, ნანახი. ბატონო ბიძინა, ეხლა სხვა დროა. თქვენ დარწმუნდებით ამაში. ვითომ? ნამდვილად. ღმერთ მაქრას. უკაცრავად. შინაურულად ვარ გამოწყობილი. პირიქით ასე უფრო გიხდება. ნამდვილი კახური კომპლიმენტი. დილარჯი გადუმა მოთხოვნა გადააგზავნა პარლამენტში. იცი. პარლამენტის თავმჯდომარის ველაპარაკე. ნახოთ რას გადაწყვეტე. ჩემი ინფორმაციით საქმე ჯანჯლდება. ნუ რა ლაპარაკი უნდა ახლა იმას რომ უმრავლესობიდან ბლოკავენ, თორე ოპოზიცია წივის და კივის. გასაგებია. პრეცედენტს გაურბიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩიფჩიური უმრავლესობის წევრი არც არის.
მე არ ვიცი ვინ ვისი წევრია, მაგრამ ძალიან მაგრად რომ გულოვობს ეგ ბიჭი ნათელი. მაინც რას აკეთებს? რასაც უნდა იმას. თქვენ იცით რომ ეგ ლუდის იმპორტს კურირებს რუსეთიდან. კურირებს რას ნიშნავს? დღეს როგორც იტყვიან, კრიშავს. ბოდიში ქართული შესატყვისი არ მაგონდება. მოკლედ, არის ასეთი კაცი ომგერ კაკაურიძე. წლების მანძილზე რუსეთში აკეთებდა ბიზნესს, დიდი ფული იშოვა. აჭარის რევოლუციის მერე გაყიდა თავის ბიზნესი მოსკოვში და მთელი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა. ბელგიელები ჩამოიყვანა და მათთან ერთად დიდი ლუდის ქარხანა გააკეთა. აი ასტრარომარი ფირმა. მაგისია. გამიგია, მერე? მე კი პირადად ღვინო მირჩევნია, მაგრამ ეგ ლუდი უკვე მთელ ამიერკავკასიაში გადის. და მგონი შუა აზიასაც გადაწვდნენ. ამას წინათ კაკაურიძესთან მიდის ეს ტრისტან ჩიფჩიური, ვიღაც რუსული ლუდის იმპორტიორთან ერთად და ეუბნება, გააჩერე წარმოება და ამდენს გადაგიხდითო. რა სიგიჟეა? სიგიჟე რომელია? კაკაურიძეს უარი უთქვამს, მარას ეტყოდა. მარას ჩიფჩიური დამუქრებია. რამოდენიმე დღეში ასტრაში შევარდნილა საფინანსო პოლიცია, საგადასახადო, ხარისხის კონტროლი, ჯანდაბა და ოხრობა. დაულუქავთ საწყობი, ეს ცეხები, წაიღეს კომპიუტერები, თანაც გამოუცხადეს, მადლობა თქვი რომ ჯერჯერობით არ გიჭერთო. ეს როდის მოხდა? გუშინზე. არა, გესმის კაცო, აი ამ ხელა წარმოების გაჩერება, ინვესტორის გაკოტრება, ამდენი დასაქმებული ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება. რატომ? იმიტომ რომ იმ ჩიფჩიურსა და მაგის ამ ქარს ვიღაც ექსპორტიორებს ფული შოვნა მოუნდათ? ბატონო ბიძინა, თქვენ იცნობთ კაკაურიძეს? შვენივრად. ეხლა ომგერი ფრთიანი ანგელოზი არ არის. მაგრამ საფრენი კაცი კია. ეგ დაგვეხმარა ზერაგიას დაჭერაში და ურანის კონტეინერის პოვნაში. კარგი. უახლოეს დღეებში შევისწავლე ამ საქმეს. არა, თქვენი ჩარევის გარეშე არ მგონია რომ მაგათ დილარჭკადულას მოთხოვნა საშველი დააღება. თინა, ჩვენ თუ ეგ კაცი არ გავაჩერეთ, დაანგრევს ქვეყანას. კარგი. დაწყმართი. გამარჯობა, ტარიელ მაცაბერიძე სად არის? მოძებნეთ და სასწრაფოდ დამირეკოს. ქალბატონო თინა, თქვენი მეუღლე რეკავს ქალაქის ტელეფონზე, მანქანა გაფუჭებია. ხო და თქვენ თუ 1 საათნახევარი არსად არაპირებთ გასვლას, ბიჭებს გავაგზავნით და ბუქსირით ამოიყვანეთ. კიეს გამომარჯოს? გამარჯობათ. რა მოუვიდა, ახალი მანქანა არ არის? არა, ეგ ხო ავტომატიკაა და როგორც კი რაღაცა ურევს, მაშინო ზაჯგანიას ბლოკავს. რას მიხსნი ხა, მესმის თუ რა? არ მჭირდება მანქანა, გაუშვი ბიჭები. გასაგებია. ეგ არის სწავლა ამ კაცმა დარება რა. ფერე მძღოლი მაინც აიყვანოს. გაგიჟდი, ძღოლი დაცვა და ეგეთი რამეები აღიზიანებს. ვოლნი ხუდოჟნიკ, ჩვენსავით კი არ არის. დიახ, ბატონო ტარიელ. დიახ, მე მაინტერესებდა. გადმოგცათ თუ არა თქვენ პარლამენტის თავმჯდომარემ გენპროკურატურის მოთხოვნა ტრისტან ჩიფჩიურისათვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. მაშინ რატო ფერ ხდება ეს საქმე? არა, გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანს ბრალი ედება სახელმწიფო დოკუმენტების მოპარვაში, როდესაც საზოგადოება მოელის გამოძიების შედეგებს და როდესაც ოპოზიცია დღე-დაღამე გაყვირის, ცოტა გაუგებარია თქვენი ფრაქციის ორჭოფობა. გიმეორებთ, ბატონო ტარიელ, ამ კაცის საქმე დეტალურად არის გამოსაძიებელი. გარდა ამისა, მე მომდის ხმები, რომ დღესაც ჩიფჩიური ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას. ლობირებს თავის ბიზნესს, აკოტრებს კონკურენტებს. იცით რა, ეს არ დაიმალება და მე გირჩევდით, დროზე მიგეღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. დიახ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. მე მგონი ამა უნდა გაჭრეს. წევ.
დაურეკელებს. ჩვენ ყოველ სანატორიუმ წიწნარის ტრაგედიას უბრუნდებით დედალების პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თაკო გიორგაძე ისაუბრებს. თაკო, გისმენთ. გამარჯობა. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია სანატორიუმ წიწნარის გარშემო გასულ კვირას განვითარებული მოვლენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ტარიელ მაცაბერიძეს. ბატონ ტარიელ, თქვენ ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ბრძანდებით. ოპოზიცია ბრალცდებს საპროკურორო მოთხოვნის იგნორირებაში. რას გვეტყვით? პირველ რიგში ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მაღალმთელი კომენტარები გავუკეთო ოპოზიციის მონაჩმად და პოპულისტურ ტილეთს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ პროფესორ ამოევის ანგარიშის გაუჩინარების საქმეს როგორ ნათელი მოეგვიოს. ვერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საქმე ამ საქმის გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დამნაშავეები დაისაჯեն. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბუნებაში ეჭვმიტანილობები. ბატონ ტარიელ, დაუჭერთ თუ არა? კი არა, გაქვს დასაბსი. ერთ-ერთი წელი კოლეგისათვის სადეპუტატო იმუნიტეტს ვისწავლებ.
ლევან ბიძია სახლში ხარ? აბა სად ხარ? არა უბრალოდ მინდა რომ ჩემთან გამოხვიდე და რაც შეიძლება ჩქარა. კარგი ხო? ველოდები. რა გალიფსოს მან? Алло. ვინ ახარ? გამადებინე რა დინდა ჩემგან. ამოიღე ხმა. რატო ვაღებს მაგარი? ბიძიალა. კარგი ანუშკი, დაწმართი. რამდენი დღეა რაც ეს ამბავი გრძელდება? უკვე 2 კვირაა. უნივერსიტეტში ძალიან დატვირთული ხარ? ხო იცი, ენას ყოველ დღე უნდა მეცადინეობა. მერე კიდევ სხვა საკნები. ხამე გვიანობამდე მეცადინეობ ხოლმე? ორეებს ებაზრებ. დღესით დედა თალიკოსთან მუშაობს ახაჭაპურაში. რომელ საათამდე? კაფე 9-ზე იკეტება, მაგრამ სანამ ფულს არ დავითვლით, იქაურობას არ დავალაგებ, იქავარ. სახლში როდის მოდიხარ? 11-ისთვის. აბა გენაცვალე. დილით ლექციები, მერე კაფე, ღამით მეცადინეობა. ამას ვინ გაუძლებს? თან ჯერ მამაშენის წლის თავიც არ ყოფილა. ამ ხელა სტრესი გადაიტანე. თან ეს მარტო ცხოვრება, მიცვალებულების სურათები სახლში. ფსიქიკა ვეღარ გაჩავს, რა არის გასაკვირი? ბიძიალევან, მე გიჟი არა ვარ. რა ხარ? პოლიციას დაურეკე, ლექსოს დაურეკე. ლევანას რაც არის ეგრე ყლეხარ. ვინ გითხრა რომ გიჟი ხარ? უბრალოდ დაიღალე რა. ტიპიური სურათია. ჩემო სიცოცხლე, ჩემთან დღე არ გავა. 2-3 კაცი არ მოვიდეს მსგავსი ჩივილებით. ერთი ეს მითხარი, ვინმე ბიჭი ხომ არა ჩანს ჰორიზონტზე? ვინ ბიჭი? ვინმე სიმპათიური, არა ნარკომანი, არა ძველი ბიჭი, ვისაც უყვარხარ გაფასებს. საკმარისი 1-2 ჯერ შენთან აქ დარჩეს და მთელი ეგ შენი ბაბაიკები გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან და მიჭერე. ესე იგი, მთელი ეს კოშმარი მომელანდა. არა, ეგრე მარტივად არ არის. როდესაც ფსიქიკა ლაბილურია და აღზნებულ მდგომარეობაშია, შეიძლება ჩვეულებრივი ხისტოტი გველად მოგეჩვენოს. აი ეს შტეპსელი კი გიგანტურობობად, მით უმეტეს სიბნელეში. ფსიქიკის აღზნებას კი რა იწვევს? გადატანილი სტრესი, დაღლილობა, უძილობა. გასაგებია? კარგი და სახშობელაზე რას მეტყვი? რა სახშობელა? აბაზანაში რო ხატია სარგეზე. წამოგაჩვენებ. ეხლა რო აღარ ხატოს გამოვყლევდები, ოღონ მართლა, აუ, ისეც. აი აქ სახშობელა ეხატა. და ეწერა ანა გელოდებია. მამის სუსპიცა ვარ. ნაღდა და ამ ადგილას. და მე როგორ გაქრა? არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ ლიფტშიც ვნახე. იქ შავად ეწერა. აქ წითლად. შეიძლება წითელი პომადით.
და თუ პომადა იყო თავისით ხომ არ გაქრებოდა, გამოდის რომ ვიღაცამ წაშალა. სახლში ვიღაცა იყო. მე ვიგრძენი. და გაქრა? ხო. ეს ეს დავიბენი ხა ეს გუგო მართლა ელანდება ამ გუგოს თუ კარგი თქვათ რაც აქ მოხდა მარტო შენ ნახე მაგრამ სახაჭაპურეში ლიფტში სახაჭაპურეში მარტო მე და დეიდა თალიკო ვიყავით ის დახთან იდგა და ფანჯარას ვერ ხედავდა და ლიფტში ალბათ დამლაგებელმა წაშალა დილით იმ ღამეს შენს გარდა არავის უსარგებლია ლიფტით იქნება რომელიმე მეზობელმა შეამჩნია არა როგორ არა შეხვედი ლიფტით არავის არაფერი უცნაური არ უნახავს აი ხომ ხედავ იქნებ მე ვხედავ იმას რასაც სხვები ვერ ხედავე მეც მაგას არ ვამბობ ეს კლასიკური სიმპტომია არაფერი განსაკუთრებული შენ არ გჭირს დევნის მანით ნახევარი საქართველოა დაავადებული მოდი ახლა ასე ვქნათ აი ეს გამომართვი და 3 დღის განმავლობაში დილას საღამოს 7 თუ აბი ჩვეულებრივი ტრანკვილიზატორია მე არ მეჩვენება ბიძიალებან ჩემო სიცოცხლე 25 წელია ფსიქიატრიაში ვმუშაობ და რაღაცა ხო დამეჯერება და რო არ მიშველოს გიშველის აი ნახავ ნუ თუ არ გიშველა მაშინ ჩემთან წაგიყვან და მკურნალობის კურსს ჩაგიტარებ საავადმყოფოში ხო დაგიჟეჩი არ ვიცი ეს დღეს ვედალი კაი მე ისე მგონია რომ ის ტიპია თვითონ ის ტიპი ანუშკი ახლა კარგად გამოიძინე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება თუ გინდა ამაღა მაგ დავჭები არ მოგერიდოს გონი არ არის საჭირო გონი თუ მართლა არ მომერიდო არა მართლა აღარ მეშინია ეს არის არ მეშინიაო საზიზღარი ეიდე ახლა მე წავედი და თუ რამე ეგრევე დამირეკე რომელი საათიც არ უნდა იყოს კარგი კარგი კიდევ კარგი შენ მაინც ვყავხარ მე და ეს საზიზღარი ფისო მოდი ვნახოთ როგორ იქნები მაგრამ მგონი მაინც აჯობებს მოკლე სარეაბილიტაციო კურსი გავიაროთ ჩემთან საავადმყოფოში იფიქრე და გადაწყვეტე ვიფიქრებ Умрджус. Умрджу. რა მოგივიდა. არაფერი, ეგრე შეგაცა. დარიელ. მე რას მიპირებთ? შენ? რა გადაწყვიტეთ? შენ უნდა წახვიდე ძმა. როგორ თუ წავიდე? სად უნდა წავიდე?
მიხმარეთ ეხლა მაგდებ რა. მოიცა არ გინდა ეხა ეგ ისტერიკებით უძმახარა. ჯერეთი საერთოდ კი არ გაგდებს და წახვალ დაისვენებ ბიზნეს მიხედავ. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით და ბუს ვერავინ აგიფრენს ეს დაიმახსოვრე. იყავი და იგულავე მეტი რა გინდა და გასაგებია. ბოლომდე გამწირეთ არა? რა გააგწირეთ დრისთან? არ აქვს ხვენია და შენ არ იცი რა დღეშია გაწერილი ეს ქალი. უშინ მელაპარაკა ტელეფონით. ჩიფჩიური საკუთარ ბიზნეს ლობირებს და კონკურენტებს აკოტრებს. იმ ბებერ ბოსკაკაურიძეს გულისხმობდა. შენ რა გეტაკაცმო, შეშვებოდი რა ცოტა ხანს. ხომ იცოდი რომ მაგას ბოლოს მაინც არ გავახარებდი არა. ეხლა ეს ჭკადოა, შენზე ამბობს მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტები მოაპარინაო და სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრაო. და თქვენ რას აპირებთ მე? რა ვიცი, აბა მითხარი და როგორც ჩვენ მეტყვი ისე მოიქცე. მე რა უნდა გითხრა? მაშინ ის მითხარი ტრისტან, შენ რომ ჩემ ადგილას იყო როგორ მოიქცეოდი. აქ მთელი ფრაქციის პრესტიჟზეა საუბარი ძმაო. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. გასაგებია დარიელ, მე ხაჯი არ ვარ. უბრალოდ იცი რისი მეშინია. რისი? როცა აღარ დაგჭირდებით, ერთ ადგილას არ დამეკიდოთ. კარგი რა ტრისტან, არ აქვს ხვენია და რისი უნდა მსხვენოდეს? შენ ხომ იცი მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ცხოვრებას. ბიჭო, რანაირად უნდა დაგიკიდოთ, როცა მთელი ბიზნესი შენ ხელში რჩება? რჩება რო? რჩება. ნუ გაატრაკე ეხა საქმე რა. ბატონო. ა? Хорошо, მოვალ. 7 წუთში მან დავა. აი. მოკლედ. ეხა ჭკუას მოუხმე და ისტერიკები ნაკლებად. კაკაურიძეს შეეშვია. მე დღესვე დავრეკავ და ფინანსურ პოლიციას მოვაშორებ. დავაი ვაშენცი. გადავობით ნო. ეს გოგო მაინტერესებს. ტელეკომპანია. ეს. ჩაკეტილი. რა მოხდა? და ისტერიკები ნაკლებად. ათიხებს ზმანკაცი. აგიმარჯვე.
მაგათ მატრახით უნდა წება. მარტო გინებით ვერ უჩვენ. მე ბატონო ვიძინა. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ეცდები არ დაგიწყოთ. მაშინ კანისტრით გამოგივლი ხოლმე და ცივი ჩამისხი. ძალიან მიყვარს ეს. დიდი სიამოვნები. ოღონდ კანისტრას გააჩნია. აჰა. აი, უკვე შოშყობს. მაგრამ ეს ბიზნესმენებთან მაკასობა მერჩენია. ვიდრე შეთან და იმ გაფრთხილ ვადოსთან. არ გეწინოს. უკაცრავთ რა, ერთი წუთი უნდა გავიდე. კი ბატონო. არ მინდა რა, მე შარს ავიგებ. მაგაზე არა. სადაღაში კაი კაცი. შენ გენდაცად. რაღაც ჯიგარი გაიცივი რა? რა ჯიგარი ბიზინჯან, რო იცოდე რა დღეში ვარ. დანა რო დამაწყა რა. სისხლი არ გამომიოდო. რა იყო გასა? რა მოხდა თუ? ჩემი სერგო, დაიგარგა ბიჭო, 3 დღე აღარ ჩანს. შენი სიძე? ო, ჩემი დისკმარი რა. რამე რა ვეძებ რა. და პოლიციაში განასადეგეთ? კარგი რა ბიჭო, რა პოლიცია, ის პოლიცია ხა მადმისწველი ვარ. და აბა ისე როგორ იწებ შეკაიკავს? აი მე და კოშკა ვეძებს რა. ჩვენი ნაცნობებით აკეთიკეთ დავკვლიოთ. ხო, შენი საქმე შენი. წავ ერთ ჯიგა დაველი რა. არ გამოვა რა ბიძინჯან რა. ხელში არ ჩამივა ის გარ. გაიგენცო. თუ რამე მე ახავარისოთ. Спасибо, брат. ბიჭო, შენ ჩემი ტელეფონის ნომერი გახსოვს? არა ხანია ბიზინ. შენ ტელეფონს რა დამოვისხოს ბიჭო. Хорошо. Давай. Братан, бичо. რაზე პერაკურა? ნახოთ რა. მეთო დაგჭერდა 25,000 დოლარი. კაპიქს ეაწეფებ. ესეცოდა. მოჩე ხლა რა. შენი ტირის თავი მაგ. ისე რა თქო ზეგარა ვარ კაცი. ამბულს რა უყო. წაიგე და შეინახე იქ საიდან წაიგე. წავედი ახლა მე. თოს ხენაუში. ხმარ ჩემი ხმა თუ გესმით ახლა ამ მომენტში ვიდეოში არ არის თვითონ ხმა საუბრობთ კოპირაით ჩემამდე მაგათმა მომოსილი ხარჯი ჩემისა რამდენს ფიქრობ რა დავაი რა მოიცა რა პაჟარია რა იყო რა პაჟარია ტროლული გრაი დავაი ითამაშე რა მაიცა რა შემეშალა შეგეშალა არა ისა Здорово, Михаил. Здорово, რა არის ძმო? ხუსოს ვეძებ. აბა ხუსო. პინგვინა. პინგვინა? მე მაგას არ ვიცნობ. მაინც რა არის ნუ. ქრისტოს დუკანში რო აბრამას ქაშერი დავლიეთ. ეგა? ო, ეგა. მე რა გინდათ მაგაცისგან? ამ კაც ვალი აქვს მესაცემი. რა ვალი? ბათუმში მაგის რესტორანი რო იყიდეს ის ვალი. მე ეხლა აძლევს ეგ დალუცვილი? როცა იშოვა, მაშინ აძლევს. ხუსო პრივეტ მიშა ვარ. მიშა რა შავი მიშა. აქ ორი კაცია გეძებენ. ვალის მიცემა გვინდაო. რავი აბა ელაპარაკე. შავი მიშა. ოღოსო. კოშკა ვარ.
გურამა ჯინორიაც აქ არის. ვალის მოცემა უნდა. სად გნახო? Хорошо, გელუდები. Спасибо, брат. Давай, брат. რაო? მე თვითონ მოვალო. იარაღი გაქვს? მაქვს. Здорово. თქვი ახლა ბიჭო, სერგო სად არის? ჯერ გამარჯობა გეთქვა და? თქვი სად არის, თორე გაგიხრუტე შუბლიშე ნაბოზაროშე. ისეც ბიჭო. სადაკავს ბიჭო. ახლა თქვენ რაფერ ფიქრობთ, ჯო? მე რომ სერგო გამოსირებული ამბავი ვიცოდე. ანა როგორც თქვენ ამბობთ, სადმე პადუალში მყავდეს გამოკეტილი აღანე მოვდოდი? შენ ისეთი ნაბოზარი ხარ, მოხვიდოდი, ეჭვირო არ აგვიღო. თქვენ შეაყვარო. ხო არ მოკალით, ო? ესე სამივენი ხეხართ მოსაკლელი. მე რომ გითხოს კაცმა, მაგრამ სადაა კაც პატრონი? ხა, მოკალი მე თქი შეჩემა. კაცე, მაი ფიშტო, ჯო. მოკალი. მოკალი გაია. სადაური მკლელი მემნახე, ჯო? აი, გადადე ახლა მაგანდა და თვალით აღარ დამენახო იცოდე რა. აი, გადავალ, მაგრამ ვალი როის დამომცე, ჯო? ვალი არა. მადლობა თქვი რომ ცოცხალს გიშვებს, ჩემისა შენა. თქვენი ლაპარაკიდან ისე გამოდის რომ ქობულეთში აღარაპირებ ჩამოსვლას. ანტალიაში დავისვენებთ. ახლა მოგაგნებთ რამებრად. ამჩებისაც უყურე. იმუქება კიდეც, თო? შედი მანქანაში ჩატალახო შენ. ეს იმ გოგოსის რუსულად ეწერა შიზოფრენია. არცით კითხვა რუსულად. გოგო მაშკარად ის. თვალები რომ ხელაზე აქვს ჩასიებული. ბიჭო. fuck me. გისმენთ? ალო, გისმენთ? ხმა მოიღე. ადამიანი არა ხარ? გელოდებია, ნანა. ვინ მელოდება? გამაგებინე ვინ ახარ? აქ ვარ. შენთან. სად? როგორ ჩემთან? გელოდებიან. რაცოდი ხმიცუცხრა ბიჭა. უნდა არ დაიყვიროს რა თავი ტკივა მაგრად. თუ იქ ოთახშია და რაღაც არ დაიკითხო ან არ დაიყვირო, უბრალოდ შეგიშინდეს და გული გაგისკდეს.
ლექსო რო იყოს და თავში ჩააზიდოს ახლა იმენ. ოპოზის კადრი იქნებოდა აქ რომ ჩუსტები არც მოდლა ფეხშვილა რო დასულა. ლექსო შენ ახარ? ხო, მე ვარ ანა. What the fuck man? ლექსო საკრა უნდა. აი მარო უთხრა 1-2 ტიპი. რა, ცუდად ხوار. არა, არ გელოდებოდი. სახაჭაპურაში ვიყავი, თალეკომით რაღაც კარგად ვერ არისო და სამსახურშიც არ დადისო. შემოდი. ეს რა არის? ეს ისე უბრალოდ. ისე უბრალოდ შანგლით ხელში არ დადიან. შემოდი. უკაცრავად, ეთყობა ტელეფონზე ლაპარაკობ. არა. რაღაც საქმე მაქვს შენთან. ყავას ხوارდალევ ან ჩაის? სიამოვნებით. მოკლედ, მე პარმენ ჯაშის საქმესთან დაკავშირებით მოვედი. რა, მოკლეს? არა, საიდან მოიტანე. უბრალოდ იმ სიგარეტიანმა კაცმა ამიდან ბროძილმა მოტყუებით გაიყვანა ქალაქიდან, მაგრამ ჩვენ მივაგენით და დავაბრუნეთ. სხვადასხვა შენი ჩვენება ძალიან დაგვეხმარა. მერე? ეგ ბროძელი დაპატიმრებულია. მოვედი გაგაფრთხილებ, რომ შენ შეიძლება სასამართლოში გამოგიზახონ ჩვენების დასადასტურებლად. იმედია ჩვენებას არ გადათქო. ქალაქი ნახო რა პირო გასვლას. საერთოდ კი, ლონდონში მივდივარ. მართლა, როდის? ჯერ არ ვიცი, ალბათ 2 თვეში. ნუ იმედია ეს მანამდე მოხდება. ანა, რამე პრობლემა ხომ არ აქვს? არა. ნამდვილად? ნამდვილად. კარგი. და ლონდონში დიდი ხნით აპირებ დასვლას? იქ მინდა სწავლა გავაგრძელო. ძალიან კაი გადაწყვეტილება. აი მე შტატებში ვსწავლობდი. ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიის სტაჟიორი ვიყავი. ძალიან გაგიჭირდა? თავიდან კი, მე ეჩვევი. მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში კინაღამ გადავირიე რა, ერთი სუნი მქონდა სანამ ჩამოვიდოდი. წარმოიდგინე, საქართველოს ჩამოდივარ, ყურზე საყურე, კაროჩე, ვაფშე სხვა ტიპი ვარ რა. თან 7-5 რაღაც ტექნიკა მომაქვს. აეროპორტში მხვდება მაიორი ბიძინა თაბაგარი. ღიპიანი შარაფისტი ქართველი ბიძა. მოგეთ რო დამინახა, აი ვერაფრით ვერ დაიჯერა რომ მე მაგისი ნაპარნიკი უნდა ყოფილიყავი. და ეხლა რატო აღარ გიკეთია საყურე? ან ნაპარნიკი უნდა გადამიყვანა ჩემ ჭკუაზე, ამ პირიქით და ეხლა ბიძინა თაბაგარი ყურზე საყურეს ნახას ვერ გაიგეძებდა. კარგად ერში. ხო, და ლონდონში ყავს მე? აი სკილია. უბრალოდ ინტერნეტით მაქვს ურთიერთობა ბრუნელის უნივერსიტეტთან. ბრუნელის? პირველად მესმის. და ძველი ღირს? არც ისე, ლონდონის გარეუბანში, ოქსფორდში და სხვებთან შედარებით თიაფია. ოქსფორდში ასინსკრიდიდან. კარგი ბინა. დანცენჩი? კი, მაგრამ რად მინდა ამხელა ბინა. გავყიდი და სადმე 2 ოთახიანს ვიყიდი. დარჩენილი ფული სასწავლებლად მეყოფა. თან მამა ჩემი სიკვდილის მერე მართალი გითხრა, არც მინდა გაჩერება. ეს დედა? ხო, ჩემზე მშობიარობას გადაყვა. ასე რომ მამის გაზრდილი ვარ. ლამაზი ქალია? კი. მამის სურათი არა. ბიძა ჩემი გავს, ლევანი. ლევან ჭალაგანიძე თუ იცი, ფსიქიატრი როა. ბიძა შენია? დედა ჩემის ბიძაშვილია. და იმ ბროძოს რას მიუშჭიან? ალბათ 4-დან 6-მდე. ბრალამის თოლები აქვს. სახელმწიფო დოკუმენტების ქურდობისთვის მეტიც ეკუთვნის, მაგრამ ფარველები ყავს. გასაგებია. ანა, კარგია შენთან ლაპარაკი, მაგრამ ძალიან მეჩქარება, უნდა წავედი.
ანა შანდარი რა გინდა და ბაბაიკების დასაფრთხობად. დამსხალ შენ უფრო გავდი. როთალებია. ვინმე ხوار გაწუხებს? არა. არავინ არ მაწუხებს. ურა თვალები. ნახონდეს. ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან იმენა. ავი. ახალი კლასი ბატონი ბიზნეს მერე. ლევან ბიძია. მე ვიფიქრე და გადავწყვიტე. წამოვალ თქვენთან საავადმყოფოში. კარგი. რაო საყვარელო? რა ამასი ხარ? კარგით რა ბატონო ტარიო. დედას გიფიცები? გელა ახრამიაშვილი მოსული. გელა ესე რატო თქო? როგორ ფიქრობდა რომ ნეტა იგივეს მომენტ შემეძლოს? გელას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აჯიქ. რა ხდება ქვეყანაზე? სანატორიუმ წიწვნარის საქმეზე გენ პროკურორი მაწვება გინდა თუ არა გვიტალი ხარჩილავა დაგითხება. როგორ, აქამდე არ დაგიკითხავთ? არა. მაგრამ რა ასეულდებით? შენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი? რა აზრი გაინტერესებს? მიდით და დღესვე ჩამოვარდით ჩვენება, მე რა შუაში ვარ. გასაგებია. იცი რა გელა. მოდი დღეს კი არა. ხვალ მიდი დღის მეორე ნახევარში. კარგი? კი ბატონო. მეგონა რა აფთონა უნდა ყოფილი. შემთხვევით იმის სიძე ხო არა? გამარჯობათ. აბა ქალიაო. კაცი ყოფილა. რა ტემპილია ტიპიჩე. ეს? ალო. ბატონო მიძინა. აქ ახალი ამბავია. კაცი ნახჭვალი. აბა გამოიცანით მინადი. გურამ ჯინორიას დისკ მარი. მგონი არ ვწდები. მაგრამ იდენტიფიკაცია საჭიროა. რომელ საავადმყოფოში გადაყავთ? რესპუბლიკურში. რესპუბლიკურშია. ექსპერტი ზურა. მოიცა ტელეფონს მივუძე. ბატონო ზურა. ბიძინა თაბა კარგია. ისო ზახარი.
დედადგა რომ მგონია რომ მოფსას ბიჭო. შეიძლება წაიღო შავკის. რა არ გურა? მართლა სერგოა თუ? სერგოა მაგინას. უსოს. კაი თუ ძმა ხარ გამოგერდი რა. ვაშკაცი კაცი ხარ. ალო გოშკა. პროჟექტორიდან გიდეკავ რა. დავა ეხლა დაქოკე მანქანა და გაჩრი აქ. სერგო დაბრიდეს ბიჭო. რა არის იცი? შავი მიშა უნდა ვნაყოთ რა. ხუსო უნდა გვაპოვნინოს. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გიდეკავ. დროზე მოდი თორე ეგ ნაბოზარი შეიძლება გაგვექცეს კიდეც რა. შემდას რა უთხრათო. შენ კიდე რას გაჩვენებ ხარ ბიჭო? ამოიღე რა ხმა. რა უთქვა გურა? დაშხვარ დაუკრავა რა. მე ვიცი ხა რაც მოხდება. მოვა კოშკა. მიუვარდებით იმ ხუსოს და დაბრიდავთ. მე ხუსოშვილი შენ დაბრიდავს, მე შენი შვილი ხუსოშვილს დაბრიდავს და დავაი. მათემატიკაშია პროგრესია, ბლად. კაი, хорошо. მაგრამ უნდა ვხსნათო. დამშვიდი, დაწყნარდი და მომიყევი. რატო გონია რომ მაინცა და მაინც ხუსო მოკლა ეგ შენი სერგო? ჩვენი მამასი ლექსოკი მიუვარდება იმ ვირიშულს აიყვანს და პოლიციაში მიათრევს. კაი ბატონო. სახელი გვარი. ისი თო ჩემი? თქვენი არა ხუსოს. ხუსე ჯენჭარაძე რა. ათუმელი ტიპია. იმ არეულობის დროს ჩამოვიდა თბილისში და მე მგონი ახლა ლოტკინზე ცხოვრობს. შავ მიშას კითხე რა და ეცოდინება. შავი მიშა რომელი? ლოტკინელი? ხო რა. ვენამ შავ მიშას საიდან იცოქთო? მოკლედ რატო გონია რომ ხუსო მოკლა? არა უნდა მეგონოს თო. ვალი ქონდა და არაცლობდა. მე ეხლა რომ მოკლა რა მკვდარი მიცემს? შენი მიკვეს რა არის ძაღლი ხარ თო? ბავშვი ვერაზრუნებ. წაიყვანეს სადღაც პატორში ჩააგდეს. ერთი დღე აწამეს, მეორე დღე, მესამე. ფული უნდა დადო. არ მისცადო. მე ამოვიდა საკისაში, აი ხაზად დაბრიდეს. აუ, ადან დალი რა. რაო? შენ ეს დასვლა ნანახი რა. არაფერიც არ უწამებია. აქ წერია. სალადობის ნიშნები არ ჩანსო. თანაც 4 დღის მკვდარია. რამდენი ხანია რა სერგო დაიკარგა? გაგრას 4 დღის წინ იყო რა ჩემთან სერგო რესტორანში. მე მითხრა ძმაო რო კოშკასთან მივდივარო. არც კოშკასთან გამოჩენლა, არც სახში მოსულა. გაქრა რა კაცი? значит დაბრიდეს რა. ხოჩა, ხუთიანი შენ. ვა, სულ დავიბენე რატო? მაცა ეგი არ ახსატარებდა? ვინათო სერგო? ჰა. არა ბიჭო, შავი ჭირვით ეძღებოდა იარაღი. გასაგებია. მე არ ვიცი შენთვის რა არის გასაგები, მაგრამ ეგრე ხუსოს დაბრედელია, ხო იასრია. მოიცა რა, მიიყვანენ იმ პოლიციაში, დაკითხავენ და ყველაფერი გაირკვევა რა. ბიჭო, შენ ხუსოს არ იცნობ რა. ეხლა უცბად არ ჩაუკაკროს ყველაფერი. შენ კიდე ქათამაძეს არ იცნობ, ჯეგარვა. ბაზარი არა. Damn! Bicho, მეც მინდა ფსიქიატრიულში. რა ვანუშკი? ხომ არაფერი იყო საშიში? დავაი ადიხაი, ჩიტაი კნიშკი და ყველაფერი კარგად იქნება. ფისო ძალიან ხო არ აწუხებს თალიკო დეიდას. არა კაცო, ჭამს და ძინავს. 60 ლარის კიტკეტი მიუტანი, ასე რომ შენ მაღაზიაზე უდარდობ. ისა ლიზა ერთი აბი დაალევინე. კარგი? მეც მალე მოვა. მეც მინდა ფსიქიატრიულში. წამეყვანე. აი, ჩამიეც. არაფერი, დღის ტრანკვილიზატორია, შფოთვა რომ მოუხსნას. და რა შეიძლება ითქვას ბატონიშოთ? ნუ შენ ცხდები ახლა, სიმპტომატიკა ქრესტომატულია. დევნა, галлюცინაციები, ხმები, აგვიატებული ფრაზა. და
ტრანკვილიზატორები ვერ უშველეს. ხო. აი ეს ფრაზა ანა გელოდებიან. რატომღაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და თვითონ რა ახსნას უძებნეს? ჩავეკითხე, მაგრამ მზაფრი რეაქცია ქონდა და თავი დავანებე ჯერჯერობით. ფაქტია, თვითონ იცის რაც იგულისხმება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უნდა. ანა ბავშვობიდან გულჩათხრობილი იყო, დეპრესიისკენ მიდრეკილი. დედამისი მშობიარობას გადახვა და ეს ამბავი მუდმივად აწუხებდა. Ну, подсознательное чувство вины и все такое. სულ ახლახანს მამა მოუკვდა ინფარქტით. და დარჩა ასე სულ მარტო. დაღუპული მშობლები ახსენდება ხშირად დადის სასაფლაოზე. გასაგებია, სუიციდური галлюცინაცია პიროვნების გაურების ფონზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ეს სწორედ ეს მკვდარი მშობლები ელოდებიან და ეძახიან კიდეც. მაგრამ ეს შავებში ჩაცმული შუამავალი მაფიქრებს. ცოტა ატიპიურია. აი კლასიკური კლინიკური სურათი იქნებოდა დედა ან მამა უშუალოდ რომ ეცხადებოდეს აგენტის გარეშე. კი, თუმცა შიშის პერსონიფიკაციის მომენტები ლიტერატურაში ხშირადაა აღწერილი. ათასნაირი ანთროპომორფული აგენტები ჩნდებიან მაშინ, როდესაც პაციენტს ერთის მხრივ მიცვალებულები უხმობენ და მეორეს მხრივ სიკვდილის ეშინია. კი. და რა ვქნათ, დავიწყოთ ციკლოდონის მიცემა. ჯერ ნუ ვიჩქარებთ. აი საოცარი ის არის. ყველა სხვა საკითხთან მიმართებაში ბავშვი აბსოლუტურად ადეკვატურია. უცნაურია. ავანტყოფა მის ინტელექტს არ შეხებია. ჯერჯერობით არ შეხებია. რატომღაც ესეთი გრძნობა მაქვს თითქოს შეცდომას უშვებთ. მოდი ამ ეტაპზე მარტო ბარბიტურანტებით დავკმაყოფილდეთ. Вам решать. თავარია დრო არ დაიკარგოს. А почему мне? შენ თვითონ რატომ არ გინდა უკურნალო? ბატონო შოთა, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს გოგო ჩემთვის. იგივე ჩემი შვილია. არა, მე ვერ შევძლებ, ძალიან ნერვიულობ. გასაგებია მესმის. მე ახლა დანიშნულებას ჩამოვწერ და მე რომ ნახოთ როგორ წავა პროცესი. კარგი. ისი არ შენ გაწყენდა. 30 წვეთი ნოოპასიტი ორჯერ დღეში. ასე კაცელობებიან? What the fuck, man? Linda! Linda, Mișoale, Linda! Linda, Mișoale, Linda! Lasă, Ivana! Linda, იქ პანჯარაში ჩემი პისტოლა, Linda, ჩამომხშვალე. ხილი მოგიტანე. ბაჟე. ჭიჭიბურა. ჭადები გამოვაცხრე. ხალი. ქათამი შეგიწვი. ეს მარკეტ კენჩე. ხაჭაპურებიც მოგიტანე. ერთჯერადი ჭიქები და თებშები რომ არ ერთხო. რა ამბავია, თალიკო დედა, ამდენს როგორ შევჭამ? რატო შეწუხდით? რამ შემაწუხა, გოგო? ეს აა შეწუხება? როგორ გასუქებულა? ალბათ კარგად უვლიდით. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა? იმდეს ჭამს გაგიჟდები. ნერვიულობს ალბათ უჩემოდ. დედაშვილო, ლევანმა მომიყვა ყველაფერი. წარმომიდგენია, როგორ გაწვალდებოდი იმ ღამეს. საშინელება იყო. კი, მაგრამ რა მოგალანდა ეგ საქსობელა და მკვდარი კატა. ეხლაც თვალწინ მიდგა ჩამომხჩვალი და სისხლიანი. გისოსებს ეხეთქებოდა. ამ პანჯარაში
არა, იქ. კაი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. რა საჭმელების უნია, რესტორანი გახსენით? მოგძანდით, დაგვეწვიეთ. არა, სისხლი უნდა აუღო. წამოდი ანა გენაცვალე 5 წუთში გამო. თვალი გამირბის, ძმაო, ჩემი ბრალი არა. მსახიობის აწავიდე. თვალი კი არა, ყველაფერი გამ. ის ტიპი მართლა არსებობს რა შიგნა კრაუიჩი. დღეს კალი გაჩვენებოდა და აცდეს რომ ანა გაგუტონ, ხო? მოდენო სერიებამდე ხალხო გამოიწერეთ და ლაიქით მოყარხეთ მეოსებთ. რა, ოს ანას ამბები მაინტერესებს ან წავედი.